თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია კვალიფიციური საექნო ზრუნვის გარეშე. საქართველოში ეს სფერო მრავალი წელია სტერეოტიპების, ძიმე სამუშაო პირობების და სისტემური უგულებელყოფის ტყვეობაშია. დღეს ვისაუბრებთ საექნო საქმის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, განათლების სისტემურ ხარვეზებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რომ პროფესია გადავარჩინოთ. ჩვენი სტუმარია ექთანი საექნო ასოციაცია ნუმანის დამფუძნებელი თამარ დაუსი. მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა შევეხოთ ექთნის მოვალეობების და პროფესიაზე წარმოდგენა ძალიან შეიცვალა ბოლო პერიოდში. თანამედროვე სამყაროში ვინ არის ექთანი და რა პასუხისმგებლობები აქვს მას კლინიკაში? საბედნიეროდ შეიცვალა და მიხარია, თუმცა ჩვენთან ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს. ექთანი არის პროფესიონალი საავადმყოფოში, რომელიც უვლის პაციენტს და ეს მოვლა ხორციელდება 24 საათის განმავლობაში. ანუ ორი მეთვალყურე ყავს პაციენტს, ეს არის პაციენტის მონიტორი, რომელიც მის სასიცოცხლო მონაცემებს, ასე ვთქვათ, აღრიცხავს და ექთანი, რომელიც მას, ასე ვთქვათ, სიცოცხლის შთაბერავს ამ მონაცემს და გადაყავს ანალიზში. 24 საათის განმავლობაში ზრუნვა და მეთვალყურეობა ნიშნავს, რომ ყველაზე განათლებული, ერთ-ერთი ყველაზე განათლებული რგოლი უნდა იყოს პროცესში. ხომ სწორია საავადმყოფოში? ნუ აი აქ ცოტას მოვიკოჭლებთ. ერთ-ერთი განათლებული არ არის და ალბათ ეს სტერეოტიპიც და დამოკიდებულებაც ალბათ რაღაცა წილვად აქედან არის გამომდინარე. მაგას როცა მე ვაბარებ სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩემი წამოდგენა იყო, რომ დროს გავატარებდი პაციენტთან მუდმივად. რეალურად აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი დროს პაციენტთან ატარებს ექთანი და ექიმის მოვალეობა არის უმეტესად ბიუროკრატიული, კომპიუტერის უკან და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე გადამწყვეტი როლი ალბათ აქვს ექთანს, რომ წვავედ როცა რაღაცა იცვლება იყოს იქ. აი მით უმეტეს თქვენ გაქვთ გამოცდილება ხო, როდესაც არ ხარ პაციენტთან და გინდა ის პირველივე ცვლილება, რომელიც მის ან გაუმჯობესებას, ან წამალზე რეაქციას, ან გართულებას მიანიშნებს, რომ იცოდეთ, ხომ სწორია და ეს არის ეს ადამიანი, ვინც ამას ამჩნევს. განათლება ახსენეთ და რა ტიპის სწავლის საშუალებებს, სასწავლო-დაწესებულებებში რას თავაზობენ ექთნებს, რომლებსაც უნდათ რომ ექთნები გახდნენ, აი რა ტიპის სწავლება მიმდინარეობს საერთოდ რომ გავაცნოთ მაყურებელს. საქართველოში არის ორი ტიპის საექთნო განათლება. ერთი არის მეხუთე საფეხური, ეს არის პროფესიულში უმაღლესი საფეხური არის და ეს არის მეექვსე საფეხური საბაკალავრო. საქართველოში ჯერჯერობით უმეტესი ადამიანი, ანუ ვისაც უნდა რომ ექთანი გახდეს, აბარებს პროფესიულ კოლეჯში. ასე რომ ვთქვათ, ეს არის 3 წლიანი, 180 კრედიტიანი, სადაც 80 კრედიტი ეთმობა პრაქტიკას და მეორე ნახევარი ეთმობა თეორიას, უბრალოდ ჯერ თეორია და მეორე პრაქტიკა. რადონის განათლებას აწვდის პროფესიული სასწავლებლები. ნამდვილად ცდილობენ, რომ კარგი განათლება მისცენ. ხო, ვერ ვიტყვი, რომ აი ცდელობას აკლებენ, თუმცა ნახეთ, პირველი წიგნი შეიქმნა 2018 წელს. აი 2018 წლამდე იყო კონსპექტი რვეულში ჩაწერილი ნაკარნახები. პირველი წიგნი შეიქმნა 2018 წელს. უმეტესობა ქართულ ენაზე. ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან სამარცხვინო. მე თუ მკითხავთ, რომ 2018 წელს ვლაპარაკობთ პირველ საექთნო წიგნზე. ახლა რომელი წელია? 2026 წელი. დააძველდა ის სახელმძღვანელო. მოგეხსენებათ, რომ წინ მიდის მედიცინა და იცვლება ბევრი რამ. ანუ უკვე მოძველებული სახელმძღვანელოები გვაქვს. მეორე, ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც შენ ვინმეს მისცემ დიპლომს და დამსაქმებელს ეუბნები, რომ ენდე ჩემს მიერ გამოშვებულ კადრს. ეს არის გამოცდა, სადაც უნდა შეამოწმო ცოდნა. ანუ გავიყვანე თუ არა მე სტუდენტის შედეგზე, რომელ შედეგზე, რომელსაც ითხოვს ბაზარი. საგამოცდო ტესტ-ბანკი არ არსებობს. გამოდის, რომ ნებისმიერ კოლეჯს შეუძლია თავისი ტესტი შექმნას. ბოლო პერიოდში ვესაუბრეთ არაერთ ექთანს, მეც გემთონეს ეგიდით და მათგან მივიღეთ ესეთი ინფორმაცია, რომ საექთნო სკოლებში მათ ექიმები ასწავლიან მხოლოდ. და ექთნები როგორც ლექტორები არ ყავთ. უკვე პირველად ექთნის საქმეს ხედავენ, როცა მიდიან კლინიკაში და იქაც ეს არის ხშირად დამახინჯებული ფორმით და ამაზე საუბარი კიდევ შეგვიძლია დიდი ხანი. თქვენი აზრით მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ექთანმა ეს განათლება უშუალოდ ექთანს? რა თქმა უნდა, ექთანმა უნდა გაზარდოს ექთანი, ოღონდ ჯერ ექთან ტრენერი უნდა გაიზარდოს თავად. ექთანს უწევს თავისი ჯიბიდან გადახდა ძალიან დიდი თანხის, რომ ეს სავალდებულო სასწავლო კურსები ვისწავლოთ და არ გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ისე ფუფუნება, რომ ამ ექთნებს ჩვენ თვითონ არ ვასწავლოთ და არ განვავითაროთ. ნამდვილად არ გვაქვს. და იმას შეახეთ ანაზღაურებასაც შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან როგორც ვიცი, ცდება იმ
ხშირად შეიძლება საარსებო მინიმუმთანაც კი ახლოს იყოს და რა არის საშუალო ანაზღაურება ექთნის და რა სამბობენ ექთნები ამ ანაზღაურებაზე? თუ წელი სწორად მახსოვს 2023 წელს საშუალო ეს მინიმუმი დაწესდა 4 ლარი და 4 ლარი ნახევარი ექთნისთვის და 3 და 20 თუ არ ვცდები დამხმარისთვის. ძალიან დაბალია, ანუ ეს არის მინიმუმი, რაც დააწესა სახელმწიფომ, ხო? თავისთავად თვითონ დაბალი. შესაბამისად, არც ერთი დამსაქმებელი არ ცდილობს, რომ ოდნავ აწიოს ზემოთ. ანუ არავის ხომ არ უთქვამს, რომ ამის ზემოთ არ უნდა მისცეთ ხელფასი, უთხრეს, რომ ამის ქვემოთ არ უნდა მისცეს ხელფასი, მაგრამ უმეტესობა კლინიკა ისევ ამ ტარიფს ესის და ეს არის საშუალოდ რომ ავიღოთ ერთ სამსახურში რომ მუშაობდე 800-დან 1200 ლარამდე თვეში რომ ავიღო. ნახეთ, იმისთვის რომ ყველა მეკითხება ხოლმე რომ აი რა არის საჭირო რომ ექთნებმა დაიწყონ ექთნად მუშაობა და ყვავდნენ ექთნები და ჩააბარონ. მე როდესაც მყავს ოჯახი, მინდა გავზარდო ჩემი შვილი, მინდა ვიყო ღირსეული დედა, მინდა ვიყო სამაგალითო დედა, მამა არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე უნდა შემეძლოს რომ ვარჩინო ოჯახი, რომ გარდა იმისა რომ ვირბინო და 800 ლარი მოვიტანო სახლში და მხოლოდ საჭმელზე დავხარჯო. ну არ ვიცი, მე და ჩემი შვილი წავიდეთ თეატრში, ვიყიდოთ ერთად ტანსაცმელი წავიდეთ დასასვენებლად. ამის საშუალება ამ ადამიანებს არ აქვთ. შეუძლებელია ნამდვილად ამ ეკონომიკის ფარგლებში. 800 ლარად, ხო, რომ ეს შეძლო შეუძლებელი. იარსება. ამიტომ აი აი თქვენ ნახავთ რომ ექთნები მუშაობენ 320 საათს თვეში. ეს არის ადამიანის ტვინისთვის, კუნთისთვის, უჯრედისთვის შეუძლებელი. ანუ თახმები 320 საათი და მე კიდე უნდა მიხვიდე სახლში. და იყო, ну, ქალები არიან ძირითადად ექთნები, ხო? უმეტეს შემთხვევაში. იყო დედა, არ ვიცი, მეუღლედია სახლის ქალებისთვის წარმოუდგენელი და მე ვერ ხვდები 800 ლარად ამ ეკონომიკის ფარგლებში როგორ შეიძლება რომ ქალმა ამდენი იმუშაოს მე და თან მოგინდეს ამ პროფესიაში შემოხვიდე. ანუ თქვენ რო იყოთ, ხომ არ მოგინდებათ. ერთი სამსახური არც მე არ მქონია არასოდეს. სამსახური იყო ყოველთვის 3-4. ერთ სამსახურში არ მახსოვს ეგეთი პერიოდი, რომ ერთ სამსახურში მემუშაოს. არც ერთ ექთანს არ აქვს ერთი სამსახური. არც ერთ. ამ თემაზეც საინტერესო კითხვა იბადება, იმიტომ რომ საქართველოში გვაქვს აღრიცხული დაახლოებით რაოდენობა ექთნების, თუმცა ეს აღრიცხვა მოიცავს კლინიკებში ჯამურად ექთნების რეგისტრირებული რაოდენობა და არა დამოუკიდებელი ექთნების რაოდენობა. როგორც ახსენეთ, ბევრი მუშაობს 2-გან, 3-გან, ზოგი 4-გან და გახდა 21000 ექთნების. და რა არის რეალური რიცხვი ამის პროცესში? არავინ არ იცის რა არის რეალური რიცხვი. 21000 თუ 24000 რო წამოვიდა, სანამ ეგ ციფრი დაისმეო და იყო 13000-ზე საუბრობდნენ. ოღონდ ლევან არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ციფრი, ეს 13000-იც, სიმართლე გითხრა არ მაქვს ამაზე წარმოდგენა. როგორც ვიცით და ჩვენს წარდგენაში, გადაცემის ანონში ვახსენეთ, რომ ხშირად ექთნებს აქვთ რაღაც გარკვეულ დაავადებებთან და ჯანმრთელობის პრობლემებთანაც უწევთ გამკლავება, როგორც არის ხერხემლის პრობლემებით, შეიძლება იყოს თიაქარი, დეპრესია ორჯერ უფრო მაღალია ხშირად ამ პროფესიაში. აი რა თქვენი დაკვირვება როგორია, რამდენად არის ეს თემა აქტუალური, საუბრობენ თუ არა ამ თემაზე თვითონ? არც ერთი ექთანი ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებას არ უკავშირებს სამსახურს და თვლიან რომ ეს თავისთავად ცხადია. აი ყველა ექთანი გადის წევის ტკივილით და ეს არის თავისთავად ცხადი. და აი როგორ გითხრათ, ალბათ ითხოვენ, ალბათ მეც მომითხოვია, მაგრამ არსებობს რაღაც აპარატურა, რომელიც გეხმარება პაციენტის გადაადგილებაში, აწევაში, ადგომაში, დაწვენაში და ასე შემდეგ. ეს კლინიკებში არ აქ ხო მარტო ხელფასზე არ არის საუბარი. აქ არის ექთან პაციენტის შეფარდებაზე, აქ არის იმ დამხმარე აღჭურვილობაზე, რომელიც ექთანმა უნდა გამოიყენოს, რომ არ ეტკინოს წელი და ასე შემდეგ. ანუ წელის ტკივილს არ უკავშირებ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ, რაც შეეხება ემოციურ გადაწვას, ეს არც კი ვიცოდით, სიმართლე გითხრა, რაღაცა წლების წინ გავიგეთ მხოლოდ და მხოლოდ, რომ თურმე არსებობს ფიზიკურ გადაწვასთან ერთად ფსიქოლოგიური გადაწვაც და არავინ ამასთან დაკავშირებით ჯერ არ საუბრობს. არც ექთნები არ საუბრობენ და არც მათ არ ესაუბრებიან. ექთნები, ჩემის ჩათვლით, რომლებიც მიხვდნენ რა არის ფსიქოლოგიური გადაწვა, სისტემაში აღარ მუშაობენ. და არ შედიან უკან და ვერ დაბრუნდებიან დარწმუნებული ვარ ამაში. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ. დიახ. თავად როგორც ექთანი აწარმოებთ არაერთ საექთნო განვითარების კურსებს. და ყოველთვის მოუწევთ ექთნებს რომ ჩაერთონ და ეცოდნა მიიღონ.
პირველი კითხვა რაც მაქვს არის რომ დღესდღეობით ეგთან აქვს საკმაოდ ბევრი და მზარდი პასუხისმგებლობა კლინიკებში უფრო და უფრო მეტად იზრდება ეს ყველაფერი რა მნიშვნელობა აქვს საიქნო დიაგნოზს და მეორე კითხვა დამატებით რომელიც ამაზე მიჩნდება სამედიცინო სფეროში ექიმებისთვის გვაქვს უცხოელი სამედიცინო განათლების მოთხოვნები მსგავსი თუ არსებობს ექიმებისთვის და როგორი მოლოდინი მათ დავიწყოთ საიქნო დიაგნოზით საიქნო დიაგნოზიც ესეც ძალიან ახალი ტერმინია ჩვენს ქართულ რეალობაში. ეს არ არის სამედიცინო დიაგნოზი, მოგეხსენებათ თქვენ, მაგალითად ეს არ არის პნევმონია, ეს არის დაავადებაზე რეაქცია, რომელიც ექთნებს თითოეულ კლინიკურ დიაგნოზი აქვს გამოყოფილი და ამით შეუძლიათ როგორც მდგომარეობის შეფასება, ასევე დიაგნოზის გამოტანა, სამოქმედო გეგმის დაგეგმვა და მერე გადაფასება, ანუ ეს რომ შევასრულე, რა შედეგი მივიღე. ეს უნდა ისწავლებოდეს ლევ. მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს, მაგრამ გამოყენება 0. თქვენ ხომ არ მოგინდებოდათ რომ მე ვიყო 96 წლის განათლებით. ანუ არ მინდა, მეც არ მინდა ეგეთი. არავინ განამარტო ეგთანი რომ ყავდეს. შესაბამისად უმნიშვნელოვანესია. ჯერჯერობით არ არსებობს. ამ ყველაფრის ფონზე რა პერსპექტივა აქვთ ექთნებს საექთნო განათლების მიღების შემდეგ, სად არის მეტი განვითარების გზა? პერსპექტივა ამ გზით, რა გზითაც ახლა მივდივართ, აქვს რა გახდეს ექთანი, განყოფილების უფროსი ექთანი, კლინიკის მთავარი ექთანი და დამთავრდა ამით. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც უნდა განვითარება, რომელსაც უნდა რომ გახდეს მაგალითად მაგისტრი, რომელსაც უნდა გახდეს PhD, ჩაატაროს კვლევა და დაიწვას თავის შემოქმედებაში, ხო შეიძლება აალდეს და დაიწვას. ჯერჯერობით ეს შესაძლებლობები ქვეყანაში არ არის. ექთანი საშუალო ასაკი არის 57 წელი. ანუ 15 წელიწადში კიდევ უფრო ცუდად იქნება საქმე, იმიტომ რომ ჩვენ პენსიაში გავალთ. და ამდენი რომ დავთვალოთ ახლა რამდენი ვართ 15 წელიწადში საპენსიო ასაკი ამდენი არ სწავლობს. ანუ ამდენი არ შემოდის ჩარცვლება არ მოხდება. მიანი ექთნები შეიცვალა ადრე ბებია-ქალებს ეძახდნენ და ახლა მიანი ექთნები. იქ 10 წლით უფროსია საშუალო ასაკი. ძალიან სამწუხარო თემას ვეხებით დღეს და ამის მიუხედავად აუცილებელია ვთქვათ, რომ ყველა ამ პრობლემის მიუხედავად ბევრი თავდადებული ძალიან კარგი ექთანი ყავს და დიდი მადლობა უნდა მათ გადავუხადოთ, რომ ამ საქმეს ეწევიან ხშირად სწორი დაფასების და მხნეობა უსულოთ. და გამძლეობა. ენთუზიაზმიდან გადარჩენამდე არიან. აი ეს გზა აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ და მართლა მინდა რომ ვუსურვო გადარჩენის იქით რაც არის სიამოვნება თავის პროფესიიდან და მიღებული სარგებლიდან რომ ზუსტად რომ მეებო. და საერთოდ იმედი ვიქონიათ რომ 27 წელს ჩართული რეგისტრი რაღაცნაირად გამოგვაფხიზლებს იმ რაოდენობაზე რაც ყავს ექთნების და რაღაცას შეცვლის. ნამდვილად. იქნება ազღაურება თუ ახალი კადრების აღზრდაში. კი ბატონო. კი ბატონო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ ეწევით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. მადლობა.